ეს ირანში ომის 39 დღეა. ამ ეტაპზე ამ თემაზე 100,000-ზე მეტ სიტყვას ვთქვი. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ დეტალურად არ გვიმსჯელია არარეგულარული ჯგუფების მხრიდან განხორციელებულ არც ერთ მებრძოლთა თავდასხმაზე. ირანში არც ერთ მებრძოლ ჯგუფს არ გაუხსნია პარტიზანული ფრონტი ომში. ჩვენი ინფორმაციით არც ერთ მებრძოლ ჯგუფს არ შეუტევია მთავრობასაც. რაღაც მსგავსი ხდება ირანის გარეთაც. დღეს სწორედ ამაზე შევჩერდებით. არც ერთ მებრძოლ ჯგუფს არ შეუტევია შეერთებულ შტატებს. ყველაზე მეტი რაც ჩვენ გვინახავს, არის რამდენიმე ეგრეთ წოდებულ მარტოხელა მგლის ინციდენტი, რომლებიც ხშირად ირანთან სუსტად არის დაკავშირებული. ეს შემთხვევები შემაშფოთებელია, დია, მაგრამ ისინი იმავე დონეზე არ არის, როგორც ის, რაც ორგანიზებულია ქსელის მიერ, რომელსაც რამდენიმე უჯრედი აქვს. ერაყში იყო შიიტური ჯგუფი, რომელმაც ამერიკელი ჟურნალისტი სახელად შელი ქირლსონი გაიტაცა, მაგრამ ეს შემთხვევა თითქოს პროცესმოთხვეტილია და შესაბამისად მასზე მედიაში შედარებით ცოტა იწერებოდა. სინამდვილეში ყველაზე ახლოს რეალურ ქმედებასთან რომელიმე მებრძოლი ჯგუფის მხრიდან არის ისრაელის მიერ ფრონტის გახსნა ჰეზბოლას წინააღმდეგ. იემენელი ჰუთების მცდელობა მსოფლიოს შეახსენონ, რომ ისინი ჯერ კიდევ არსებობენ და პოტენციური ახალი ჯგუფის თავდასხმები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. ჰეზბოლას შემთხვევა ნამდვილად არ ითვლება, რადგან ის უკვე მიმდინარეობდა ირანის ომის დაწყების დროს. ჰუთების საკითხი გარკვეული დროის შემდეგ გაჩნდა და საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს. და ევროპა არის ევროპა, რაც სიტუაციას კიდევ უფრო უცნაურს ხდის, რადგან კონტინენტი ცდილობს ომში არ ჩაერთოს. როდესაც ყველა მხარეს გაბრაზება, შეიძლება ცოტათი გასაკვირი იყოს, რომ ტრამპის მხარეს ატლანტიკის ამ მხარეს უფრო სერიოზული არაფერი ხდება. დიახ, არაბული მთავრობები არ ჩქარობენ ომის დასრულებას. და რთულია ამ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის შეფასება, მაგრამ რეგიონში უამრავი ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომლებიც გაბრაზებულნი არიან შეერთებულ შტატებზე და ისრაელზე. გარდა ამისა, პრობლემის შექმნას უმრავლესობა არ სჭირდება. საკმარისია ძალიან მოტივირებული მცირე ჯგუფი. ამ კონტექსტში შეიძლება გახსოვდეთ, რომ მებრძოლ ჯგუფებს აქვთ დამახინჯებული ბიზნეს მოდელი. შეტევების განხორციელება მათ ორგანიზაციას უფრო მეტ მხარდაჭერას აძლევს, როგორც ფინანსურად, ასევე ადამიანური რესურსების მხრივ. ზოგჯერ ეს მხარდაჭერა მოდის მთავრობებისგან, მაგალითად ირანის მთავრობისგან, რომელმაც მთელი წინააღმდეგობის ღერძი შექმნა. და შესაბამისად, როდესაც არსებობს დაფარული მოთხოვნის ზრდა ნახევრად ფორმალიზებული წინააღმდეგობის მხარდასაჭერად, შეგვიძლია ველოდოთ ნახევრად ფორმალიზებული წინააღმდეგობის ზრდასაც. მაგრამ ძირითადად იქ სიჩუმეა. მოდით, დღეს ვცადოთ ამ თავსაფეხის ამოხსნა, როცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიჩუმე დავარღვიოთ. დავიწყებთ იმით, რას აკეთებდნენ ჰუთები ან რას არ აკეთებდნენ, რადგან იქ პასუხი უფრო ნათელია. ამის შემდეგ გადავხედავთ უფრო უცნაურ შემთხვევას, რაც ევროპაში ხდება. შემდეგ განვიხილავთ უცნაურ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელშიც შეერთებული შტატები აღმოჩნდა. და ბოლოს ვეცდები ვივარაუდო, რას ფიქრობს ირანი ამ ყველაფერზე. მაგრამ გადავიდეთ ჰაფებზე. ერთ წელზე ნაკლები ხნის წინ იყო, როცა შეერთებული შტატები ბომბავდა ამ ჯგუფს, როგორც პასუხი მათ თავდასხმებზე წითელ ზღვაში გემებზე. ჰუთები ისევ დაბრუნდნენ საქმეში, ისვრიან რაკეტებს ისრაელისკენ და იმუქრებიან სრუტის ჩაკეტვით. არა, ის არა. რატომ მოხდა თამაშის დიზაინერმა ამ რუკაზე ორი მთავარი ვიწრო გასასვლელი ერთმანეთის გვერდით? მიუხედავად იმისა, რომ ჰაფების მიმდინარე ქმედებები ისრაელის თავდასხმებზე ჰეზბოლაზე პასუხია, ბაბ-ელ-მანდაბის სრუტის ადრე ჩაკეტვა ღაზას ომზე რეაქცია იყო. და ჰუთებმა მართლაც გაიმყარეს თავიანთი რეპუტაცია იმ კამპანიის შედეგად. ეს ჩვეულებრივი ის მომენტია, როცა ამ მტკიცების დასამტკიცებლად ციფრებს მოვიყვანდი. სამწუხაროდ, ჰუთები არ აქვეყნებენ არც რეკრუტირების და არც ფინანსური შემოწირულობების მონაცემებს, ასე რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ შეგრძნებებზე მოგვიწევს დაბრუნება. თუ დღევანდელ დღემდე გადმოვახდებით, ჰუთებმა ასე დიდხანს რომ არაფერი გააკეთეს და ახლაც ბევრი არაფერი გაუკეთებიათ, ამის მიზეზი ისაა, რომ მათ აღარ აქვთ ცდომა თავიანთ მთავარ მფარველთან. მათ 2 თვე გაუძლეს ოპერაცია Rough Riders, რადგან ირანიდან მარაგების მიღება შეეძლოთ. დღეს კი ირანი აღარ არის იმ მდგომარეობაში, რომ იგივე მხარდაჭერა გაუწიოს. მთავრობას მთლიანად შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებითაა დაკავებული. ჰუთებისთვის ახლა მთავარი ამოცანაა შეინახონ საბრძოლო მასალა, რათა შეერთებული შტატები ან ისრაელი ზედმეტად თამამი ნაბიჯების გადადგმისგან შეაკავონ. ისრაელის მიმართულებით გაშვებულმა რაკეტებმა ჰუთები კვლავ ყურადღების ცენტრში დააბრუნა. აი ამის მაგალითიც ახლა. მაგრამ გასაკვირი იქნებოდა იქ კიდევ რამე რომ მოხდეს. მაგრამ ღმერთო, ამას სერიოზული შედეგები ექნებოდა. ჰორმუზის ბლოკირების შემთხვევაში საუდის არაბეთი ნაწილობრივ დასავლეთისკენ ატარებს ნავთობს მილსადენით, რათა წითელი ზღვის გავლით გაიტანოს. თუ ბაბ-ელ-მანდაბის სრუტეც დაიბლოკება, საუდის ნავთობს სუეცის არხით მოუწევს გადაადგილება და მთელი აფრიკის შემოვლა, რათა რამე მიაწოდოს აზიას. Why?
სინამდვილეში ეს განხილვა ნაწილობრივ პასუხობს იმ თავსატეხს, რომელსაც ამ ვიდეოს დანარჩენი ნაწილი განიხილავს. შეიძლება მართალია, რომ ომმა გაზარდა საზოგადოებრივი მხარდაჭერა მებრძოლი ჯგუფების ქმედებების მიმართ. მაგრამ თუ ეს ზრდა სრულად ან მეტწილად ანაზღაურდება ირანის საიმედო მხარდაჭერის დაკარგვით, მაშინ დანარჩენი ისტორია მხოლოდ თეორიულია და შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკვე მიაღწიეს. მეორე მხრივ იყო უფრო სერიოზული აქტივობაც, მაგრამ ჯგუფი მხოლოდ ევროპაში იყო აქტიური. ეს ამბავი ადვილად შეიძლებოდა გამოგჩენოდათ თუ შეერთებულ შტატებში ცხოვრობთ, თუმცა მას მნიშვნელოვანი მნიშვნელობა აქვს ატლანტის მეორე მხარეს მყოფთათვის. მოდით ცოტა ხმით კონტინენტზე ვიმოგზაუროთ. 9 მარტს ეს იყო სინაგოგა ლიეში, ბელგიაში. 13 მარტს ეს იყო კიდევ ერთი სინაგოგა როტერდამში, ნიდერლანდებში. 16 მარტს ამსტერდამში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, როგორც ჩანს მიზანი იყო BNY Mellon. 23 მარტს ეს იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, რომელსაც ლონდონში, ინგლისში ებრაელი მოხალისეები მართავდნენ. 24 მარტს ბელგიის ანტვერპენში მანქანა დაწვეს. 28 მარტს საფრანგეთის პარიზში Bank of America-ს ფილიალზე თავდასხმა აღკვეთეს. ვინ დგას ამ თავდასხმების უკან? სავარაუდოდ იეშა ბალიამინი, რომელმაც ან აიღო პასუხისმგებლობა თითოეულ ამ თავდასხმაზე, ან ეჭვმიტანილია, რომ მათ უკან დგას. ეს ჯგუფი მარტში ფაქტობრივად არსაიდან გამოჩნდა, აშკარად ცდილობდა საზოგადოების ყურადღების მიპყრობას დაძაბულ მომენტში. არავინ არის ნამდვილად დარწმუნებული თუ ვინ დგას ამ ორგანიზაციის უკან. ისრაელისა და ევროპის ოფიციალური პირები ორივე გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ეს შეიძლება უბრალოდ ირანის მცდელობა იყოს, ახალი სახელით იმოქმედოს და პასუხისმგებლობა აირიდოს. გარდა იმისა, რომ ეს ჯგუფი ზოგადად არსებობს, აქ ორი მნიშვნელოვანი საკითხია გამოსაყოფი. პირველი, ევროპამ ძალიან ცოტა გააკეთა საპოლიციო მოქმედებების გარდა. იმ მოდელში, რომელიც თავდასხმებს სახსრების მოსაზიდ კამპანიებად განიხილავს, ეს კარგი სტრატეგია არ არის. ჯგუფისთვის კომპრომისი ისაა, რომ თავდასხმები რეკლამის როლს ასრულებს, მაგრამ ამასთან ერთად აქ თუ არ ყოფითი მხარე, ისინი იწვევენ სამიზნის პასუხს, რაც საბოლოოდ შეიძლება ჯგუფს უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააბენოს. მაგრამ თუ შეგიძლია თავდასხმა ისე განახორციელო, რომ პასუხი არ მოხვეს, შეგიძლია შენი მანკიერი რეკლამა უპრობლემოდ გაუშვა, უკუ შედეგის რისკის გარეშე. ეს სამიზნეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის შემდეგი თავდასხმებისთვის. ვიცი, რომ ევროპა ირანის ოპერაციას საკუთარ ომად არ მიიჩნევს. ეს გასაგებია, რადგან ევროპულმა ქვეყნებმა ეს ომი არ დაიწყეს და შეერთებულმა შტატებმა მათთან თითქმის არანაირი კონსულტაცია არ ჩაატარა მომზადების პერიოდში. მაგრამ ირანის მხრიდან გაგრძელებული თავდასხმები, მიუხედავად ამისა, ერთგვარად ან სხვაგვარად ევროპისთვისაც ომად იქცევა. მეორეც, ეს არის შეიარაღებული თავდასხმები ჩრდილო ატლანტიკის რეგიონში. ვიღაც რაღაც ეტაპზე შეიძლება დააყენოს მეხუთე მუხლის საკითხი, რაც ნატოს პოლიტიკაში ამ წლის ამ მხიარული კვირადღის იდეალურ ქაოსურ კულმინაციას გავს. ბრუნდებით შეერთებულ შტატებში, აქამდე საქმეები შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა. აქ საკვანძო სიტყვებია აქამდე, რადგან მებრძოლი ჯგუფები ყოველთვის მზად არ არიან ღამითვე განახორციელონ თავდასხმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოპერაციების მოწყობა ატლანტიკის მეორე მხარეს უწევთ. ფაქიზი შეგრძნებაა, რომ შეერთებულმა შტატებმა ზოგიერთი ადამიანი ახლო აღმოსავლეთში გარადიკალიზა, როდესაც პურის ომის დროს ბაზები შექმნა, მაგრამ შეერთებულ შტატებს 10 წელი დასჭირდა, რომ ეს რეალურად შეემჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფი ამ დროის განმავლობაში აქტიური იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნუ მოეშვებით მხოლოდ იმიტომ, რომ სერიოზული შემთხვევა უკვე ერთი თვეზე მეტია არ მომხდარა. მაინც არსებობს ბევრი მოკლევადიანი სისუსტე, რაზეც შეერთებულმა შტატებმა უნდა იდარდოს. ირანმა ფაქტობრივად მსოფლიოს ამისთვის გეგმა მისცა, როცა რამდენიმეჯერ აშშ-ის საელჩოზე ერახში თავდასხმა განახორციელა. ყველაზე გამორჩეულად ეს ინციდენტი, სადაც დრონი საკმარისად დიდხანს დაფრინავდა ადგილზე, რომ ინტერნეტში ყველასთვის კომპლექსის შესანიშნავი ტური ეჩვენებინა. გაითვალისწინეთ, რომ ერაყი უფრო გამაგრებულად ითვლება ვიდრე უმეტეს ადგილები, ასე რომ თუ იქ შესაძლებელია, თითქმის ყველგან შესაძლებელია. ასევე დეტალურად განვიხილეთ ყველა უსაფრთხოების რისკი მექსიკის საზღვრის მეორე მხარეს, ასე რომ ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. მაგრამ მაინც უნდა ვიყოთ გაცნობიერებულები იმ შესაძლებლობის, რომ ირანის მთავრობა გადაურჩეს ამ ომს და დაიწყოს თავისი მარაგების შევსება. საინტერესოა, იმუშავებდა თუ არა მექსიკური კარტელი ირანთან აქტიურად, თუ ფინანსური პერსპექტივები ხელსაყრელი იქნება. ამ პირდაპირი საკითხების მიღმა აქ არის უფრო რთული შიდა პოლიტიკური ამბავი, რომელიც ღირს შესწავლად. ერთი თვისა და ნახევრის განმავლობაში ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაცია ფედერალური დაფინანსების გარეშე იყო დარჩენილი. ეს იყო კონგრესის დემოკრატების სტრატეგია, რომ ეცადათ შეეზღუდათ აისთვის ნორმალური საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება ბევრ დიდ ამერიკულ ქალაქში. აისი შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტს ექვემდებარება, ამიტომ დემოკრატებმა მხოლოდ ამ დეპარტამენტზე მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერება დაიწყეს. შედეგები საინტერესო იყო.
TSA-ს აგენტებმა, რომლებიც ასევე შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტს ექვემდებარებიან, რამდენიმე ხელფასი ვერ მიიღეს. შემდეგ მათ დაიწყეს სამსახურში გამოუცხადებლობა, რამაც აეროპორტებში გრძელი რიგები შექმნა. ჰეი, ყველას მოგწონს რიგები, მაგრამ ასეთი რიგები არა. ამასობაში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახური ჩვეულებრივად მუშაობდა. ისინი შეიძლება ასევე ეკუთვნიან დაუფინანსებელ შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტს, მაგრამ უფრო ადრე მიღებულმა დაფინანსების კანონმა მათ მომავლისთვის საჭირო თანხები უკვე გამოუქვა. ამან შექმნა უცნაური სიტუაცია, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის აგენტები აეროპორტის უსაფრთხოების დახმარებისთვის მიავლინა, რაც პრაქტიკულად დიდ გავლენას არ ახდენდა, რადგან ისინი ამ სამუშაოებისთვის მომზადებულები არ იყვნენ. სიზუსტისთვის ასე მუშაობს მთავრობის დახურვა. უმცირესობის პარტია მიზანში იღებს რაღაცას, ან ყველაფერს, რაც საერთოდ არ უკავშირდება მთავარ საკითხს, რათა აიძულოს მოქმედება კონკრეტულ თემაზე. აქ ახალი შეზღუდვების დაწესება ISIS აგენტებზე. მაგრამ ამ კონკრეტულ სტრატეგიასთან აშკარა პოლიტიკური რისკი იყო დაკავშირებული. ამ ეტაპზე დემოკრატები ისე გამოიყურებიან, თითქოს ნოემბრის არჩევნებზე მასიური წარმატებისთვის საუკეთესო პოზიციაში არიან. ერთ-ერთი მცირერიცხოვან ფაქტორთაგან, რაც რეალურად შეიძლება ამ სიტუაციას შეცვლიდეს, ავიაციის ინდუსტრიაზე თავდასხმა იქნებოდა. პოლიტიკური რეკლამები თავისით იწერება. დემოკრატები უარს ამბობენ TSA-ს დაფინანსებაზე და ახლა 100 ადამიანი გარდაცვლილია. ეხლა მესმის, რომ პირადად თქვენ შეიძლება ასე არ გრძნობდეთ და უფრო მეტიც, საბოლოოდ შეიძლება ტრამპი დაადანაშაულოთ იმისთვის, რომ ასეთი თავდასხმის პირობები შექმნა. მაგრამ ეს რეკლამა თქვენზე არ არის გათვლილი. ის გათვლილია დამოუკიდებელ ამომრჩევლებზე, რომლებიც ტრადიციულად რესპუბლიკელებს აძლევენ ხმას და სწორედ ასეთი ტიპის საკითხებზე ღელავენ. და ის ეფექტური იქნება. TSA-ს აგენტებმა ხელფასის მიღება კვლავ დაიწყეს 30 მარტიდან, როგორც ტრამპის არმასრულებელი ბრძანების ნაწილი, რომელსაც მალე სასამართლოები განიხილავენ. მაგრამ ეს საკითხი კვლავ დებატების თემაა კონგრესში და არ ვარ დარწმუნებული, რომ კონგრესის დემოკრატებმა სრულად გააცნობიერეს აქ არსებული რისკი. დასასრულად მოკლედ უნდა დავფიქრდეთ ირანის მოტივზეც, ამ ეტაპზე ASEAN-ის ტერიტორიაზე თავდასხმების წახალისების კუთხით. ბოლო კვირაში ხშირად გვესმოდა თემა, რომ ეს ომი თითქმის მთლიანად ამერიკელების საფლეებში მიმდინარეობს და არა ბრძოლის ველზე. თეირანს ყველაზე მეტად სურს ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები აიწიოს იმ იმედით, რომ ამერიკელები ტრამპს ირანიდან გასვლას აიძულებენ. ამიტომაც არსებობს ბირთვული იარავის არ მქონე ბირთვული ვარიანტი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისა და ყველა იმ სიხარულის, რაც ამას მოყვება. ამ ეტაპზე მე ამ სტრატეგიას მუშაობად შევაფასებდი, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მუშაობს არ ნიშნავს უკვე იმუშავა და ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, სანამ პირველი მეორედ გადაიქცევა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ დროის განმავლობაში კიდევ ბევრ ბომბს ჩამოაგდებენ და შეიძლება კიდევ ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაც დაგჭირდეს, თუ რა თქმა უნდა ამჟამინდელი საერთოდ ცოცხალია. ჩემი ჯოხის კაცუნების ბიუჯეტი აქ უკვე იწურება, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება. თავარი ისაა, რომ თუ შენი სტრატეგია სწორ მიმართულებას იკავებს, უგუნური ნაბიჯების გადადგმა ცუდი იდეაა. მაღალი ვარიაციის ტაქტიკის გამოყენება უფრო გონივრულია მაშინ, როცა ნაკლები რისკია წაგების. შესაბამისად, ირანს ამ ეტაპზე შეიძლება არ სურდეს ასეთი ტიპის თავდასხმების წახალისება. ჯერ დონალდ ტრამპისთვის არ გამოჩენილა ეგრეთ წოდებული დროშის გარშემო შეკრების ეფექტი. როგორც ადრე აღვნიშნე, შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ დროშის გარშემო შეკრების ეფექტი არც მაშინ გამოვლინდეს, თუ ASEAN-ის ტერიტორია დაზარალდება. მაგრამ ყველაფერი შეიძლება კატასტროფულად შემოტრიალდეს, თუ ეს მოლოდინი მცდარია. და ირანის ომის მიმდინარეობა მიუთითებს, რომ ირანს შეიძლება უფრო კონსერვატიული მიდგომა უფრო აწმობდეს. მაშ, რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ დღევანდელი დღისთვის? ჰუთები უბრალოდ სურთ ყურადღების ცენტრში დარჩნენ, მაგრამ ბევრად მეტის გაკეთება არ შეუძლიათ. ევროპა შეიძლება იყოს ერთადერთი ადგილი, სადაც ირანი ან მისი პროქსი ძალები ცდილობენ გავლენის მოპოვებას. არსებობს რამდენიმე სისუსტე, რომელსაც შეერთებული შტატები აწყდება, მაგრამ ირანი ცეცხლთან თამაშობს, თუ რომელიმეს გამოყენებას შეეცდება. თავარ არხზე ახლა სიმშვიდეა, მაგრამ თუ გსურთ მოისმინოთ ჩემი უფრო უკონტროლო ვერსია, როცა ომის გეგმებზე ლაპარაკობ, გადადით Lines on Maps Extra-ზე. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად.